ჟანგვა აღდგენითი რეაქციები. ნაერთი ატომის მიერ საზიარო ელექტრონული წყვილის მიზიდვის უნარი ხასიათდება განსაკუთრებული სიდიდით, რომელსაც ელექტროუარყოფითობა ეწოდება. ელემენტის ატომის უნარს ნაერთში თავისკენ მიიზიდო საზიარო ელექტრონული წყვილი ელექტროუარყოფითობა ეწოდება. ნაერთში ერთი ატომიდან მეორესაკენ გადაწეული ან გადასული ელექტრონების რიცხვის აღსანიშნავად ქიმიურ ფორმულაში ელექტრონული მუხტის ნიშნის შემდეგ მიუთითებენ ელექტრონულ რიცხვსაც. დაჟანგულობის რიცხვი. ჟანგვა აღდგენითია რეაქციები, რომელთა მიმდინარეობაც დაკავშირებულია მათში მონაწილე ელემენტების დაჟანგულობის ხარისხის ცვლილებასთან. დაჟანგულობის ხარისხი წარმოადგენს მოლეკულაში ატომის პირობის მუხტს, რომელიც გამოთვლილია იმ დაშვებით, რომ მოლეკულა შედგება მხოლოდ იონებისაგან. დაჟანგულობის ხარისხის განსაზღვრა. მარტივ ნივთიერებებში ელემენტის დაჟანგულობის ხარისხი ნულის ტოლია, მაგალითად კალციუმისთვის, ალუმინისთვის, რკინისთვის. გარდა ამისა, ისეთი მარტივი ნივთიერებებისათვის, როგორც არის ქლორ 2, H2, O2, მათი დაჟანგულობის ხარისხიც ნულის ტოლია. მეტალის დაჟანგულობის ხარისხი ყოველთვის დადებითია, მაგალითად ნაერთში ნატრიუმ 2SO4. ან მაგალითად კალიუმ მანგანუმ O4. ჟანგბადის დაჟანგულობის ხარისხი ნაერთებში -2 ტოლია. გამონაკლისია მხოლოდ ფტორ 2O, სადაც იგი ამჟღავნებს +2 დაჟანგულობის ხარისხს. და აგრეთვე პეროქსიდები, მაგალითად H2O2, ნატრიუმ 2O2, სადაც იგი ამჟღავნებს -1 დაჟანგულობის ხარისხს. წყალბადის დაჟანგულობის ხარისხი ნაერთებში +1 ტოლია. გამონაკლისია მხოლოდ ნაერთები, მაგალითად ლითიუმ H, კალციუმ H2, სადაც იგი ამჟღავნებს -1 დაჟანგულობის ხარისხს. დაჟანგვა ეწოდება ელექტრონების გაცმას, ხოლო აღდგენა ელექტრონების შეძენას. მჟანგავია სისტემა, რომელიც იძენს ელექტრონებს და აღდგება, ხოლო აღმდგენია სისტემა, რომელიც გასცემს ელექტრონებს და იჟანგება. ელექტრონული ბალანსის მეთოდი. განვიხილოთ რამოდენიმე მაგალითი ჟანგვა აღდგენითი რეაქციებისათვის. რკინა შედის გოგირდთან ნაერთში და მიიღება რკინის სულფიდი. რკინა გასცემს 2 ელექტრონს და დაიმუხტება დადებითად, ხოლო გოგირდი მიერთებს 2 ელექტრონს და დაიმუხტება უარყოფითად. კოეფიციენტები გადავიტანოთ, შევკვეცოთ. აღნიშნული ქიმიური რეაქცია გასწორებას არ საჭიროებს, რაც თვალნათლივ ჩანს. განვიხილოთ აგრეთვე სხვა შემთხვევა. მაგალითად, ალუმინს დავუმატოთ გოგირდი, მიიღება ალუმინის სულფიდი. ალუმინი მეტალია, ამიტომ ის გასცემს 3 ელექტრონს და დაიმუხტება დადებითად, ხოლო გოგირდი არა მეტალია, ამიტომ შრის დასრულებამდე მას აკლია 2 ელექტრონი, რის შედეგადაც იგი უარყოფითად დაიმუხტება. გადანაწილდება კოეფიციენტები და ჩვენ შეგვიძლია ალუმინის გასწორებით დავწეროთ 2 ქიმიური რეაქცია გავასწოროთ, გოგირდთან 3 და შედეგად ქიმიური რეაქცია გასწორდა. განვიხილოთ მაგალითად სხვა შემთხვევაც, მაგალითად H2S თუ დავუმატებთ ჟანგბადს, მიიღება SO2 და წყალი. გოგირდი აქ არის -2, ჟანგბადი 0, გოგირდ 4-ის ოქსიდში +4 დაჟანგულობის ხარისხს
გამოხატავს, ხოლო წყალბადში ჟანგბადი არის -2. გოგირდი -2-დან უნდა გადავიდეს +4-ში. ამდენად იგი გასცემს 6 ელექტრონს, რის შედეგადაც მიიღება გოგირდი დამუხტული იონი, დადებითად დამუხტული იონი. ჟანგბადის შემთხვევაში იგი შეიძენს 4 ელექტრონს, რამდენადაც O2, ანუ მოლეკულა შედგება 2 ატომისაგან და დაიმუხტება უარყოფითად. გადანაწილდება კოეფიციენტები 4 და 6 შეიკვეცება, გვექნება 2 და 3. ჩვენ შეგვიძლია ქიმიური რეაქცია გავასწოროთ შემდეგნაირად. აშორესთან დავწეროთ კოეფიციენტი 2, ჟანგბადის მოლეკულასთან 3, გოგირდის დიოქსიდთან 2 და წყლის მოლეკულასთანაც 2. განვიხილოთ ისევ ელექტრონული ბალანსის მეთოდით ჯანგვაღდგენითი რეაქცია. მაგალითად, A2S დავუმატოთ A2SO3, მიიღება გოგირდი და გამოიყოფა წყალი. გოგირდი -2 დაჟანგულობის ხარისხია, ხოლო ნაერთში A2SO4 +4 დაჟანგულობის ხარისხით მიღებულ გოგირდი იქნება 0. მასასადამე გოგირდი -2 დაჟანგულობის ხარისხით იგი გადავიდა გოგირდ ინერტულად, ანუ მან ამ შემთხვევაში გასცა 2 ელექტრონი, ხოლო გოგირდი, რომელიც იყო +4, მან აგრეთვე მიიერთა 4 ელექტრონი. საბოლოოდ კოეფიციენტები გადანაწილდება 4 და 2, ჩვენ შევკვეცავთ, მივიღებთ 2 და 1. მასადამე გოგირდის გასწვრივ დავწერთ 2 კოეფიციენტებს და მიღებული გოგირდში გვექნება კოეფიციენტი 3. განვიხილოთ ჟანგვაღდგენითი რეაქციები ორგანულ ნაერთებში. CH4-ს დავუმატოთ O2, მიიღება CO2 და H2O. ეს გახლავთ მეთანის წვის რეაქცია. მეთანში ნახშირბადი არის -4, ხოლო ნახშირო ჟანგში იგი ამჟღავნებს +4 დაჟანგულობის ხარისხს. მასადამე C-4 გასცემს იგი 8 ელექტრონს, მივიღებთ ნახშირბად +4-ს, ხოლო ჟანგბადი მიერთებს 4 ელექტრონს და მივიღებთ 4 ელექტრონს, რამდენადაც მოცემული გვაქვს ჟანგბადის მოლეკულა, რომელიც შედგება 2 ატომისაგან. გადავანაწილოთ კოეფიციენტები 4 და 8, შეკვეცის შედეგად ვღებულობთ 1 და 2-ს. ანუ 2 კოეფიციენტი დაეწერება ჟანგბადის მოლეკულას. ამდენად ჩვენ განვიხილეთ ჟანგვაღდგენითი რეაქციები, აგრეთვე გესაუბრეთ ელექტროუარყოფითობაზე და დაჟანგულობის ხარისხზე.